სიგნიფიკაცია ვნახოთ. ხო, ეს წავით. ბოდიშით. სიგნიფიკაცია რა ხდება ახლა თქვენს ურთიერთობაში? მამაკაცი, რომელმაც ასე ვთქვათ, ზურგი აქცია ამ გრძნობებს, ამ სიყვარულს თქვენ შორის ხდება ახლა გაბუტული პოზიციის სიტუაცია, სადაც აქ რომელიღაცა ელოდებით, აი როგორ არის იცი, თითქოს წახვედით ამ ურთიერთობიდან, რომელიღაცა უფრო მამაკაცია ამ ურთიერთობიდან გასული, მაგრამ ბოლომდე არც გასულია და არც თქვენთან არის. თუმცა ითვლება, რომ წასულია ამ ურთიერთობიდან. თქვენ შორის ხდება რა, მოლოდინი გაქვთ ორივეს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს გრძნობები დატოვეთ წარსულში, მაინც მოტრიალებული ხართ ამ თქვენი წარსული გრძნობებისკენ და ელოდებით რაღაცა მოლოდინის ფიქრის რეჟიმში ხართ. რაღაცა თითქოს სურვილებს უთქვავთ, შეიძლება სამყაროს ღამე როწვებით ან რაღაცა დადიხართ, რაღაცა სურვილებს უთქვავთ ცას, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა იზემოთ ძალებს. მამაკაცი მოიქცა როგორც ასეთი ეგოისტურად და ასე ვთქვათ, თავის ეს მამაკაცი შეიძლება არის დაქორწინებული. მოდი ახლა ვნახოთ, თუ იცანით თქვენი სიტუაცია, თქვენი თავი, ჩემო ძვირფასებო, ახლა ვნახოთ რა ხდება მამაკაცის ცხოვრებაში. რა ეტაპებზეა ახლა მავისი ყოფა. ეს სამი არკანი კარგი. აქ ხო გეუბნებით, ან სამკუთხედური ურთიერთობა, საიდანაც აი როგორი რაღაცა იცი, თქვენ აქ სამყარო გეუბნებათ, რომ აი ფიქრებიდან, ტკივილიდან, მოლოდინიდან, ეჭვებიდან სამყარო სულ მალე გაგანთავისუფლებთ, იცოდეთ ჩემო კარგებო. თქვენი თავის ფასს ნახავთ აქ. ეხლა კი ვნახოთ რა ხდება მამაკაცის ცხოვრებაში, ვიზეც თქვენ ფიქრობთ. შენ ფიქრობ ახლა. იცის რომ ელოდებით თქვენმა მამაკაცმა და იცის რომ როგორი რაღაცა არის. თქვენთვის ძალიან ძვირფასია და არ დაგიხურავთ ამისთვის ბოლომდე კარი. იცის რომ ერთგულად ელოდებით.
აი შეიძლება როგორი რაღაცა არის, ელაპარაკებით ამ ადამიანს ენერგეტიკულ დონეზე და მას ეს ესმის, რო იცოდეთ. იმიტომ რომ აქ ენერგეტიკული კავშირი გაქვთ. რა ხდება მის ცხოვრებაში თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი ოცნებობს ნამდვილად ამისთვის ხარ ძალიან სუფთა გახსნილი ულამაზესი ფორმების ქალი საოცარი ქალი ოცნება ემოცია მაგრამ ეხლა ხართ მიუხედავად ამისა ნუ იცის რა ესეთი ტიპაჟი ხართ მიუხედავად ამისა თქვენ ახლა ხართ ძალიან გაბრაზებული ამ ადამიანზე ესეც ძალიან კარგად იცის და თქვენ შორის არის აი ხო გეუბნებით მენტალურად ერთმანეთზე ხართ გაბრაზებულები და ეს არის რა ქვია იცის რომ მუშაობთ, საქმეს აკეთებთ, რაღაცებს. იცი რას ამბობს ეს ადამიანი თქვენზე? რომ ეგო ოცნებობსო რაღაცაზეო, მიუწვდომელზეო და გათვლებს აკეთებსო. როგორი რაღაცა ეს კაცი გაბრაზდა იმაზე რომ თქვენ ამისი ესეთი სიყვარული ადამიანი რო ახალგაზრდაა რა ესეთი დამოკიდებულება შეყვარებულები რო არიან ურთიერთობაში და გნახავ წავედი მოვედი მიყვარხარ გიყვარვარ დავთავრდა აი ესეთი დამოკიდებულება თქვენ არ გინდოდათ ამ ადამიანის თავისუფალი ურთიერთობა სუფთა არ გინდოდათ ამიტომ გაბრაზდა ეს ადამიანი შეიძლება აქ რაღაცა მოხდა ცვლილება გააკეთე უთხარი თუ არა და უკვე ჩიხია ჩვენ ურთიერთობაშიო ანუ და გადმოტრიალდე იქით ანუ და გადატრიალდე აქეთ და ეს ამაზე ძალიან გაბრაზდა მიყვება თქვენზე ამან კი დასვა წერტილი და პირობითად თქვენ შეიძლება გაკვირვებულიც კი დარჩით რომ აი როგორ გამყინე ამ მდგომარეობაში მაგრამ ძალიან ნერვიულობს გეუბნებით აი არაფერი ამას არ უხარია აქ ერთგვარი კარმული თემა არის თითქოს ფინალში გასული, ფინალისკენ გასული, აქ უკვე თქვენ როგორ შეიცვლებით ამაზეა დამოკიდებული, თქვენი გზა დათბება თუ ისევ გაყინულ პოზიციაში დარჩება. მაგრამ აქ მაჩვენებენ რომ თქვენ საკმაოდ კარგად გადადიხართ, აი თავისუფლდებით თითქოს აი ამ სიცივის მდგომარეობიდან გამოდიხართ. თავდება რა ეს მის ცხოვრებაში. ამას გონია რომ ძალიან კარგად ნახე აქ რას გულისხმობ შენ. არ ვიცი თქვენ ამას უთხარით რომ მე ძალიან კარგადაც ვიქნები, ბედნიერი ვარ თუ სადღაცა ხედავს თუ აჩვენებ, საიდანღაც ხედავს, აი როგორ არის იცი, აი ეს მომიყვა ისტორიას ეხა და აი ეხლა აწმყოში ამბობს, რომ თითქოს ძალიან კარგადაც გრძნობს თავს და თვითონ თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის გლოვაში. ეს თუ თქვენ რამე გადაეცით რომ ან იცის ან გხედავთ თუ აეჭვიანეთ არა ამას საერთოდ გონია
რომ თქვენ სამსახურში ვიღაცა ახალი ადამიანი გყავთ, რომელმაც აი მტკივნეული მდგომარეობიდან გამოგანთავისუფლეთ და ახალ ურთიერთობას იწყებთ. სამსახურეობრივი საქმიანობის დროს შოკირებულ მდგომარეობაში შეიძლება თქვენი თანამშრომელი ვიღაცა ვინც დაგეხმარათ, რომ გამოსულიყავით, აი თითქოს სიმძიმე გადაინაწილა თქვენთან ერთად და რაღაცა გზას დაგპირდათ მომავალში წასასვლელად და თქვენც მიეცით, ასე ვთქვათ, უფლება, რომ დაგეწყოთ ურთიერთობა. კი, რადგან მარტოობა გიჭირდათ და თითქოს განთავისუფლდით იმ, აი, ვიზეც უყურებთ ახლა მაგის მარწუხებისაგან და თავს მიეცით უფლება ახალ ეტაპზე გადასულიყავით. ამაზე ხვდება ეს ნერვიულობს, რეალურად როგორი რაღაცა, იცი? ძალიან ლამაზი ქალი ხართ აქ. ეს კაცი ან ცოლიანია და პასუხისმგებლობა თქვენთან დაკავშირებით არ გააკეთა, ან თქვენ ეუბნებოდით, რომ ამ ურთიერთობაში აიღე პასუხისმგებლობა და ზურგი აქცია. ნუ ყველა შემთხვევაში აქ ზურგი აქცია, ეხლა საჯაროა გაშლა. ყველა შემთხვევაში აქ ზურგი აქცია თქვენთან, შენთან პასუხისმგებლობის კუთხით ურთიერთობას და აქ ეხლა დგას და ნერვიულობს, რომ ეს თქვენი ურთიერთობა დიდი ხნის ურთიერთობაა და ფიქრობს თქვენთან აი ოჯახი როგორ შეიძლება ქონოდა, როგორ ქონდა თანაცხოვრება და ასე შემდეგ. ამ დროს ეხლა თქვენ გაღიმებული ხართ, ეს გლოვაშია და ეს ეხლა ამბობს, რომ ეგ არის ჩემი მთავარი ქალი, მაგრამ ეს არის, რა ქვია, მაგის ცხოვრებაში არის ახალი ვიღაცა, ვინც გააღიმა, ასე ვთქვათ, ღიმილი მოგვარა მისახეს და სერიოზულ ურთიერთობას თავაზობს. ახალ ეტაპს ანთებულია ამის მიმართ სერიოზული დამოკიდებულებით. კი, ეგ გონია. და ეს არის, რა ქვია, თითქოს აი ეს ჩვენი ამდენხნიანი ურთიერთობაო, ყველაფერი ერთ წუთში დაინგრაო და თვითონ მიიღო ის, რაც უნდოდა რომ მიეღოვო ამ ახალი ურთიერთობითო. გადადგაო ის ნაბიჯიო, ანუ თქვენზე აქვს საუბარი, ანუ დამტოვაო მეორად და წავიდაო რა, ეს ტკივილები ყველაფერი დატოვაო. გაიქცაო ამ დარდს და ჯავსო და მარტოობასო. კი, მარტო იყო, მაგრამ ოჯახად ვიყავითო ჩვენ, მაგრამ გამოვიდაო ესო. უკან ეყურება უკვე ამ დარდებისგან წასულიო. თავიდან შეიძლება დარდობდაო, მაგრამ ჩემი წასვლითო ძალიან დარდობდა ამ სიყვარულს, ეს ჩემი ამბობს ამასაც კი, რომ მაგის წასვლით ხო ძალიან დარდობდი და ეს სიყვარული გკლავდა, გატირებდა, ვნება, ყველაფერი, უძრაობა იყო და იმედი გქონდა შენ, ელოდებოდი, კი და არაფერი არ იცვლებოდა, იყო, ასე ვთქვათ, სულ შენ უსხავდი ამ სიყვარულს ემოციას, აღიარა და გაიმარჯვაო რა, თითქოს ახალმა ადამიანმაო დაადგა გვირგვინიო და ეხლა დგას ეს და კვდება ეჭვიანობით.
ეს აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ძალიან დიდ სულიერ სიღარიბეს განიცდის. და აქ სიყვარულის ახსნები და მთელი ამბები წავა. აქ პატიებასაც გთხოვთ. მე აქ იქნება ის, რომ თქვენ გაიხსენებთ იმ ყველაფერს, როგორ ეს სიყვარული როგორ გვენთავთ, ყველაფერი მისი უმოქმედობა, მე ისევ გაბრაზდება ეს ადამიანი და ისევ აზრების შეჯახება მოხდება თქვენს თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. რადგან ამ ადამიანმა უნდა შეცვალოს თავისი, ამაზეა დამოკიდებული თავისი ბედის წერა ეხლანდელთან შედარებით უნდა შეცვალოს, ეს ამაზეა დამოკიდებული. არჩევანი უნდა გააკეთოს. ახალ ოჯახსა და თვითონ რაც უნდა, მე მინდა, მე ვიყო კარგად და აი ფიქრობთ, რომ თქვენთან იქნება ეს კარგად და არჩევანი უნდა გააკეთოს ამაზე. წარსულში როგორც იყო, ისე აღარ უნდა იყოს ეს გაჩერებული სიტუაცია, სუმოლოდინის რეჟიმი. ვაიმე, არ ვიცი. ვისი იყო გაშლა? თუ იყო თქვენი ჩემო კარგებო, ვინც უყურებთ ენერგომიმოცვლის სახით და ლაიქეთ ვიდეო. მე კი გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ბედნიერი ღამე და წარმატებული ხვალინდელი დღე.